ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი შინდისში, ტაბახმელასა და კოჯორში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და ამ სოფლების დამაკავშირებელი გზის მშენებლობის აუცილებლობაზე ისაუბრა. პროექტი, რომლის განხორციელებასაც ნიკოლოზ მელია გამარჯვების შემთხვევაში აპირებს სატრანსპორტო ნაკადებით გადატვირთული ლეონიძის, ჭონქაძის, დავითაშვილისა და ასათიანის ქუჩების გვერდისავლით შინდის, ტაბახმელასა და კოჯორს უმოკლეს დროში დააკავშირებს ერთმანეთთან. მელია ვარაუდობს, რომ ამ პროექტით როგორც მთაწმინდა და სოულაკი, ისე მთლიანად ტყვის მარჯვენა სანაპირო განიტვირთება. ორთაჭალიდან სატრანსპორტო ნაკადი დაუკავშირდება შინდის, კოჯორს და ტაბახმელას, ისე რომ ცენტრალურ ქუჩებს გვერდსაულის, სოულაკის გვერდისავლით მანქანების ნაკადი მოხდება პირდაპირ ამ დაბებში, ანუ არ გაევლის არც ლეონიძეს ქუჩას, არც ამაღლების, არც ჭონქაძის და არც ასათიანის და მოხდება პირდაპირ ორთაჭალიდან ტაბახმელაში, კოჯორში და შინდისში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. პრობლემა ერთადერთია საცობები, რომელიც სოულაკში კეთდება და მე იქიდან ერთი ნახევარი საათი მაინც რო გინდა რომ გავხვიდე თავისუფლების მოედანზე. ეს გზა ყველანაირად პერსპექტიულად იქცევა სოფლისათვის.